გამარჯობა. ყველას შუადღე მშვიდობისა. ახლა ვიყავი ბრიფინგი გქონდა, ყველა ტელევიზიაში ნახავთ თქვენ ამ მასალას, მაგრამ ნახან ბევრად მეტი მაქვს სალაპარაკო, ვიდრე იძლევა საშუალება საინფორმაციოები. გადავწყვეტე, რომ ჩავწერო თათბირი ნომერი 2 ირაკლი რუხაძის ქონებაზე უცხოეთში და სანქციებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იცით რომ გუშინ ისაუბრა ვრცლად და არ შეიძლება დატოვება აი ამ პროპაგანდისა პასუხის გარეშე, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს საშუალებები რომ გარკვეული ფასი გადავახტევინოთ მას იმაში, რასაც აკეთებს, ანუ მართავს ტელეკომპანია იმედს და ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის რეპრესიებს. მომწერეთ ხმა თუ გესმით და საიდან მისმენთ, ჩემო საყვარელო ხალხო. საიდან მე მიყვარს განსაკუთრებით ნიდერლანდები, ინგლისი, აშშ, ვიცი რომ მოგვიანებით მე ამას ახოლმე 100,000-ობით ნახვა ამ თათბირებს, ძალიან მიხარია. მოიწერეთ შიგადაში ხმა თუ ისმის და რაც მთავარია, გადააზიარეთ ან ღიად, ან ჩუმად ჩაუგდეთ თქვენს ახლობლებს, ვისაც აინტერესებს რა ხდება საქართველოში. ქვეყანაში მიდის მცოცავი ოკუპაცია, ამას აკეთებს რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას დღეს, რომელმაც მიიტაცა არჩევნები, მაგრამ მთავარი, ვინც ამაში ყველაფერში ხელს უწყობს, არის ტელეკომპანია იმედი. აგერ ჩვენ და საკონსულტაციო კომპანია Linksma ერთად დავამზადეთ აი ეს სქემა. გუშინ რუხაძემ თქვა, რომ მას არ ემუქრება სანქციები, იმიტომ რომ ამერიკის მოქალაქეა. მეც მახსენა, კიდე ბევრ რამეზე ილაპარაკა, მათ შორის ნაცებზე. ახლა ამაზე პასუხს არ გავცემ, იმიტომ რომ კონკრეტულად მის ფინანსებზე, მის ქონებაზე მინდა ვისაუბრო. მოგვიანებით ვუპასუხებ ყველაფერს და ყველა ტყუილებს. ესე იგი, ჩვენს წინაშეა ის სქემა, რომლითაც ფულს ზიდავს რუხაძე საქართველოდან და რომლითაც ასევე ის უნდა დავასანქციროთ. მე მას დავარქვი ეკონომიკის წურბელა. ყველა ადამიანი, რომელიც საქართველოში უნდა ქმნიდეს სიკეთეს, დოვლათს, ფულს ტოვებდეს საქართველოში, მაგრამ სინამდვილეში ქაჩავს მას ოფშორულ ზონაში, აბატონო, ვირჯინიის კუნძულებზე, რა თქმა უნდა, ის არის წურბელა. ის არის ეკონომიკის წურბელა, მიაქ აქედან სისხლი, რომელიც უნდა რჩებოდეს და ფული ჩვენ ეკონომიკაში. ხელისუფლებაში, როდესაც მოვალ, ცალკე მივიღებთ კანონმდებლობას, ბევრი საერთაშორისო საშუალება არსებობს, რომ ოფშორული ზონებით არც ზარცვავდნენ საქართველოს. ეს ცალკე საკითხია. რას ნიშნავს ოფშორული ზონა? აი დავაკვირდეთ, რამდენ რამეს ფლობს რუხაძე და მერე საკითხი იქნება უკვე დასანქცირების. რას ფლობს ის? რუსთავის მეტალურგიული, იმედი და ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს იმედი. მაგრამ იმედს პირდაპირ კი არ ფლობს შუამავალი კომპანიების მეშვეობით. მთელი რიგი კომპანიები მას მერე დარეგისტრირებული აქვს ნიდერლანდების სამეფოში, ანუ ხალხურად რო ვთქვათ ჰოლანდიაში და დედა კომპანია ჰანეველ პარტნიორები დარეგისტრირებული აქვს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც არის ოფშორული ზონა. იგივენაირად ინგლისურად ეძახიან tax haven, ანუ საგადასახადო სამოთხე, ასე ქვია. რატო საგადასახადო სამოთხე? იმიტომ რომ გადასახადები, მოგების გადასახადი, რომელსაც იმედი, მეტალურგიული, თუ კავკასიის ცემენტი, თუ ლიბერთი, რომელსაც ისინი უნდა ტოვებდნენ საქართველოში კი არ ტოვებენ, ოფშორულ ზონაში, შემდეგ ოფშორულ ზონაში გადასახადები არ არის ძირითადად არის დაბალი ან ნულოვანი განაკვეთი, ასე იზიდავენ ისინი კომპანიებს, სხვა იქ მეტი არაფერი არ არის. ეს არის ძალიან ცუდი რაღაც და ჩვენ რო ყავდეს საგადასახადო და ჩვენ რო ყავდეს სახელმწიფო და არ იყოს აქ ოლიგარქია, ამას მიხედავდა, იმიტომ რომ ყველა განვითარებად სახელმწიფოში ხა ფული აქ უნდა დატოვო, აქ თუ ფულს აკეთებ, საქართველოში უნდა დატოვო უკაცრავად. მაგრამ ეხლა ამას თავი დავანებოთ. სანქციების საკითხი. ირაკლი რუხაძე თავად არის ამერიკის მოქალაქე.
ფლობს დედა კომპანიას Honeywell პარტნიორებს, რომელიც დარეგისტრირებულია ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე. ის ფლობს მერე შუამავალ კომპანიებს, რომელიც დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში. ნიდერლანდები, აგერ კავკასიის ცემენტი, ასევე ნიდერლანდები. ასევე მას აქვს პატარა წილი, მცირე წილი, უმცირესობაში არის მაგთიში სხვათა შორის. მაგრამ იმედზე ხო გვინდა გავიდეთ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სინამდვილეში რა? სანქციები და ასევე საგადასახადო გამოძიება ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკაში ასევე ექვემდებარება ის როგორც ამერიკის მოქალაქე გადასახადების გადახდას ამერიკაში, ხარ ძალიან რთული სისტემა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ იურისტებს იქირავებს და როგორც ბიძინა ივანიშვილი და ქირაობს კიდევაც, მაგრამ სანქციების პირობებში ეს იურისტები ვერ გიშველიან. ვერ უშველიან მათ. რატომ? ნახეთ რა შეესაქმე. იმიტომ რომ მე იცით რომ ნიდერლანდებში ვიყავი დეკემბერში, ვმუშაობ ნიდერლანდების პარლამენტის წევრებთან, მაგრამ ასევე ვმუშაობ და ასევე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან, იმიტომ რომ ეს უკვე მარტო ჩვენი საქმე არ არის. მე დაგკვირდით ნოემბერში, რომ გავაკეთებ ოპერაცია 8 ფეხას, რომლის მიხედვითაც აი ამ ოლიგარქებს, იცით ხო საქართველოს ხო არასტაბილურია სასამართლო თვითონ ძალიან კარგად იციან რომ სასამართლო თავისუფალი არ არის. ამიტომ ქონებები აქვთ ევროპაში და ამერიკაში. იმავე ქვეყნებში უნდა მივწდეთ მათ. თუ ცხოვრობთ ნიდერლანდებში, ხართ ნიდერლანდების მოქალაქე. თუ ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში, ხართ ინგლისის მოქალაქე. გთხოვთ იმუშავეთ პარლამენტის წევრებთან. ამ ინფორმაციით, ასევე დამატებით მე მოგაწვით ყველაფერს, რაც საჭიროა, იმიტომ რომ იქ უნდა იყოს დისკუსია, საპარლამენტო გამოძიება და სასამართლო პროცესები და გამოძიება. სანქციები, მაგრამ ასევე გადასახადებთან დაკავშირებით. ამ ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რომ ის თანხები, რომლებიც უნდა რჩებოდეს საქართველოში და ხმარდებოდეს აქაურ ხელფასებს, მიდის ოფშორულ ზონაში და იქიდან მერე მთლიანად ხვდება მათ ჯიბეში, იმის გარეშე, რომ ეს ნაწილდებოდეს როგორც საჭიროა. მოკლედ, ოპერაცია 8 ფეხა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ნიდერლანდების სამართალდამცავებთან, სასამართლოებთან და პოლიტიკოსებთან, ასევე დიდი ბრიტანეთის ამოწყებებთან და ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის საგადასახადო სისტემასთან მუშაობა, ძვირფასო და საყვარელო დიასპორა, გთხოვთ მიწერეთ მათ წერილები, გთხოვთ გამოვიყენოთ იქაური დემოკრატიული მექანიზმები, იმიტომ რომ ეს ტელევიზია არის უბედურება. ეს ტელევიზია იმედი რეალურად არის სისცხლის ღვრის მანქანა, ხალხის დაპირისპირების მანქანა და რეპრესიული ხელისუფლების რეჟიმის შენარჩუნების მანქანა. რასაც იმედი აჩვენებს, ესე იგი რეალობა სხვა არის და იმედი სულ სხვა არის. მათ შორის ნაცებთან დაკავშირებით. რატო არასოდეს არ მაჩვენებენ? რატომ მე არასოდეს არ მაჩვენებენ როგორც ოპოზიციას? ხო, აჩვენებენ მარტო ნაცებს, იმიტომ რომ უნდათ რომ ეს იყოს შენარჩუნებული ხალხი ატყუონ, რომ მარტო ნაცები არიან ქუჩაში. ეს არის დიდი ტყუილი. ამის თქმა მინდოდა, დიახაც თუ გექნება ქონება ევროპაში და დასავლეთში, მაშინ მისი თამაშის წესებიც უნდა გაითვალისწინო. იქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კანონი ყველაზე უმაღლესია საქართველოსგან განსხვავებით. ეს მინდოდა, თუ დამატებით რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ყველაფერს აქვს სკოლიო, ყველაფერი არის საჯარო რეესტრის მონაცემებით. შესაბამისად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ნახვამდის.